მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გიბრუნდებით ისევ მორიგი Roblox-ის თამაშით, რომელსაც ქვია Ink Game. მოგესალმებით ამ ახალ მაღალიდან. ეს არის Roblox-ის ერთ-ერთი თამაში, რომელიც არის Squid Game-ზე აწყობილი, მაგრამ ახალი თამაშია Ink Game ქვია და უფრო რეალისტიკურია. თამაშის სახელს ალბათ იხილავთ ვიდეოს სათაურშიც და აღწერაშიც. ვითამაშებთ. იმედია პირველი არ გაგვაგდებენ ჩვენ და იმედია ბოლოში გავალთ. კი, რა თქმა უნდა, იმედია დავხურავთ ამ თამაშს. დავხურავთ რას ქვია, მოვიგებთ. მაგრამ ამ თამაში გადარჩენილი მხოლოდ ერთია და დღეს მე და ილია შევეცდებით, რომ ან მე მოვიგო, ან ილია. ხო, ან ერთად მოვიგოთ და მე ბოლოში ილია გადახტება და ეგრეა გათვლი ვიდეოს ვინც იღებს, მაგას უნდა დაუთმო ახლა, ხო იცი? ხო ვილაპარაკეთ ჩვენ. ხო ვილაპარაკეთ. აი ხო. აი. მართალი ხარ? ეს ხუმრობით. დავსკიპოთ ეს ყველა. ეს ხუმრობით დავსკიპოთ ფრონტმენის საუბარი და გადავიდეთ პირდაპირ პირველ თამაშზე. ლამაი. Green light, red light-ზე. ეს Green light, red light-ია შემდეგ პირველი თამაში და ცოტა ჭედვების გამო ბოდიშს გიხდით. ხმები დაბალზე მაქვს მაქსიმალურად, რომ ძალიან დიდმა ხმამ არ გადაბაჰროს მე ჩემი ხმა. ნახოთ აბა როგორი იქნება Squid Game, თუ მოგეწონებათ კიდევ გავაგრძელებთ გადაღებას, თუ არა და შემოგთავაზებთ სხვა თამაშებს. კარი მეგონა უკან, აი ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი, რომ ლიფტის კარები ჩემ გვერდით გაიღებოდა და მაგიტო ვიდექი ისე. გრაფიკების გამოც ბოდიშს გიხდით, მაგრამ ხო იცი რომ ერთად უნდა ვიყო. ერთად უნდა ვიყოთ, აბა ცალ-ცალკე. ხო, მაგრამ ერთად ვერ ვიქნებ. ცოტა ჭედვებია. ხო, ამ თამაში სხვათა შორის თუ Green Light, Red Light-ზე გესვრიან, იჭრები. პირდაპირ არ კვდები და შეუძლია შენს მეგობარს ან ნებისმიერ მოთამაშეს წაგიყვანოს. მე ვარ სულ ანუ პირველ კარებში შემოვედი, ლიფტიდან პირველ კარებში ვარ. შემოვედი და დაიწყება. Green Light-ო. ამდენი მოთამაშე მოძრაობს ცოტა. ჭედვებიც არის. ილია თუ დაიჭრები უეჭველი დავბრუნდები. ვაიმე? სწრაფად უნდა გავიქცეთ. არა, დამჭრეს. მე მგონი. არა, სუსად. თითოს მარტყავენ, მაგრამ ჯერ არ დავკოჭლდი. არა, მე დაგოჭრილი ვარ სხვათა შორის. ჭედვის გამო მხოლოდ ერთი ტყვი ამხვდება და დროულადაც რო გავჩერდე, მაინც მარტყავენ. მაგრამ ჯერჯერობით წინ ვარ. ილია გიშველეს? ფინიშის ხაზს რო გადავკვეთავ, აუცილებლად დავბრუნდები შენ გამო. თუ არავინ გიშველა. გადავედი. რა კაია. მოსწარი გადასვლა. ნახოთ ილია თუ გადმოვა, მე ვეღარ დავბრუნდები სამწუხაროდ. მის გადმოსაყვანად რადგან სწრაფად მინდოდა გადმოსვლა, ვიჩქარე და ამის გამო დავკოჭლდი და კაცი რომელიც ყველას გადარჩენას ცდილობდა სამწუხაროდ ტყვიები მოარტყეს ბევრი და ხა მიდიან მის გადასარჩენად. აი, ჩვენი ილიაც, ჩვენი მეგობარი. ალბათ დამეთახრებით ულამაზესი სკინი აქვს. არც ჩემია ნაკლები, ლუფის ულამაზესი ღიმილი. და ამიტომაც დღეს ჩვენ ვეცდებით ერთად მოგებას და არა ცალ-ცალკე მოგებას.
მოდიან ისევ მოთამაშეები ჯერჯერობით წინ მოიწევენ, ვერც ერთმა მოთამაშემ ვერ გადმოლახა. ვერც ერთმა კი გადმოლახეს ბევრმა მოთამაშემ, მაგრამ ბევრმა ვერ გადმოლახა. 30 წამია დარჩენილი. 30 წამია დარჩენილი და 30 წამში ყველა უღირსი მოთამაშე მოკვდება. სამწუხაროდ ისევ ჭედავს, რადგან მოთამაშეები ძალიან ბევრნი არიან და გამიხადება რომ დაიხოცონ, იმიტომ რომ აღარ გამიჭედოს. ჩვენ იცის გაგვიხარდება თქვენ თუ შემოხვალთ და ჩვენთან ერთად ითამაშებთ ასეთ თამაშს. დიახ, აუცილებლად და კომენტარით თუ გინდათ ჩვენთან ერთად თამაში და აუცილებლად დაგიმატებთ მეგობრებში და შემდეგ ვითამაშოთ ერთად. ეხლა აქ ბევრმა ადამიანმა არ იცის რა ხდება. როდესაც ჩვენი მოთამაშეები დგებიან აი ამ კიბეებზე, ამ დროს დაცვა შემოდის და დაცვა ეგრევე უწყებს სროლას მათ. და ამ დროს შესაძლოა ერთი ან ორი მოთამაშეც კი მოკვდეს, როგორც ხელავს ერთი მოთამაშე მოკვდა და მეორეც კი ნაღამ გაიყოლეს. წააღოლეს. დასკიპოს ხალხმა თუ შეიძლება ამდენი და აი მოთამაშეები რომ მიდიან და ის ბევრი კაცი რო ისვრის იქიდან მერე მაგის გამოც ის არის ჭედვა. ცოტა მოთამაშეები დაჩითო ფრონტმენმა გაგვაფრთხილა ჩვენმა ჯიგრესმა კაცმა. ხო, ძალიან ჭედავს, გეთანხმებით, ბოდიშს გიხდით კიდევ ამ ჭედვების გამო და იმედი მაქვს ცოტათი განიწმინდება სერვერი. სატესტო თამაში რო ვითამაშით მე და ილიამ ასე არ ჭედავდა. ალბათ რაღაც თვითონ თამაში ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად ვიცი რომ არ გვიჭედავს. ან კიდევ ბევრი მოთამაშის გამო თამაშის სერვერები უბრალოდ გადატვირთულია. მოდით დავულოდოთ, ოდით გაივლიან მოთამაშეები. და გადავიღოთ სურათები, ულამაზესი ფოტოები. აქ ფოტოში ლეტაა, ყველას მალე უნდა გასვლა. ამიტომ აქვს კარი ხელი და ახლა იმედია მე გავალ და არ მკრავენ ხელს. როგორც ხელოთ მაინც მკრეს ხელი. ვერ შევედი. ძლივს შევედი. გადავიღოთ ლამაზი ფოტო, გავიცინოთ. ჩვენიერი ვიღაც დაფიქსირდა ჩემთან ერთად სურათში. შეგვიძლია ეს ფოტო შევინახოთ, მაგრამ მე რა თქმა უნდა ამ ფოტოს არ შევინახავ. გავიქეცით. მეორე თამაშისკენ. მეორე თამაში არის დალგონა. დალგონა, როგორც უკვე იცით და როგორც უკვე გეცოდინებათ, რადგან Squid Game-ი ნანახი გექნებათ. და დალგონა არის პეჩენიის გამოჭრის თამაში. პეჩენია მგონი კი არა და რუსული სიტყვა, ორცხობილა დაუწახოთ, მოდი ქართულად. ორცხობილა უნდა გამოჭრათ. აი ეს მომენტი მეზიზღება. ეს მომენტი მეზღება, იმიტომ ამ დაცვას არ ვაპატიებ მე ამას. გეუბნებით. ამ თამაში გამთავრდება თამაშები და სურპრიზად დაგიტოვებთ ამ თამაში თუ აირჩიეს მოთამაშეებმა თამაშის შეწყვეტა ამ დაცვას მართლა დაემუქრება საფრთხე. ვაი მე სამკუთხედი ამოვიდა. არა, ქოლგა შემხვდა მეგობრებო. ოლგა აი ესე ნელა ვეცდები რომ სამი შანსი გაქოიცი. შამის სამი და მე შევასრულე, იცი რომ ერთი ნაკატრიც არ გონია ჩემს ორცხობილას. რამდენი წუთი დარჩა თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ ბატონო ილია? ვეცდები რომ მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ და ძალიან მეშინია. ეს ცოტა პატარა ადგილებს ვიტოვებ, მაგრამ ბოლოში გამოვასწორებ. მაგრამ შეიძლება პატარა ადგილები მაპატიოს თამაშმა. ოპა, მაპატია თამაშმა. მშვენიერი. ქოლგა ისე გამოვჭერი, რომ ერთი ბზარიც არ ქონია ჩემს ორცხობილას. ამბრელა ქუ და მივირთვათ.
დავავალოთ, როგორც ხედავთ, ეს თამაში მე უკვე ვითამაშე და ამიტომ მაქვს 33.44 მილიონი რა ქვია, იაპონურ ფულს, Squid Game-ში რომელიც არის. ვონი. გამახსენდა. 33.44 მილიონი ვონი მაქვს, რადგან ერთი თამაში გავიმარჯვე. შენ ვისურვებ. მოდი ვისურვებ. აი ეგრე. ასე გინდა. დავავალოთ, როდის გამოსწორდება ჭედები და როდის გაიწმინდებიან ზედმეტი მოთამაშეები, რადგან ძალიან ბევრი მოთამაშე ვართ ამ თამაშში შემოსული. მაინც ხოვაზე ხარ საღამოა ყველა Roblox თამაშობს და დაძვან. აჰა, კიდე. ნახოთ, ილიაც კარგად მიდის. გამოჭრა მშვენივრად თავისი ხობილა. შემდეგი თამაში. სხვათა შორის ერთი ბზარიც არ ქონია. სხვათა შორის ჩემსასაც. ჩემ ქოლგასაც ერთი ბზარი არ ქონია. სხვათა შორის. ახლა შემოვა დაცვა და ისევ ჩაცხრილავენ ნახევარს. ნუ არა. ეხლა არის საჭმლის დრო. აქ ვირჩევთ ჩვენ. შემდეგი თამაში მე უკვე ვიცი რაც იქნება და წინაზე რო ვითამაშე. და ეს მეშრიცი და ყველაზე კაი თამაშია ჩემი აზრით. ეს მინი გეიმი. იმედი მაქვს ცოცხალი როცა ვითამაშეთ. არა. სატესტო როცა ვითამაშეთ. სატესტო როცა ვითამაშეთ ამ თამაშზე. ამ თამაშზე უამრავი ვიყვირეთ სატესტო რო ვითამაშეთ. Killer Pro ძალიან დიდ ხმაზე ყვირ. ბოდიშით თუ დიდ ხმაზე უყვირია უბრალოდ ასე მომდის. ხო, მე მეგონა ეხა მეუბნებოდი დიდ ხმაზე ყვირი ხარო ჩემი, მეთქი რა დიდ ხმაზე უყვირი ვარ და მე მივხვდი. ძალიან დიდ ხმაზე უყვიროდით, ძალიან დიდ ხმაზე თან, რო გადავრჩენდი. ამასობაში სამ თამაში დაიწყება 15 წამში მოვასწროთ ჭამა, კაც ჩვენ ხო გვინდა ჭამა. მივირთვით გემრიელად. სანამ საშუალება გვაქვს და მე თუ მოგკლეს ეხა. ალბათ მიხვდებოდით რა თამაშიცა. და გავიქეცით სასწრაფოდ უნდა დავიმალოთ, მოვზებოთ დასამალი. ჩაბნელდა ყველაფერი. ჯანგალი გვაქვს, ჯანგალი. თანოსი უნდა მოკვათ, მაგრამ თანოსი აქ არავინ არა. ამიტომ ნებისმიერი მოთამაშეები შეგვიძლია თქო და დეში დამარტყა, ბიჭო. ბენდეში დადროპეთ. აიღე ბენდეში, გაიკეთე ბენდეში. ამ თამაში მომიყოს სირბილი, რადგან მე არავის მოკლას არ ვაპირებ. მე ვარ ძალიან პატიოსანი, ძალიან კეთილი, ძალიან მშვიდი და ძალიან კარგი ადამიანი. და ვინც მე მომკლავს, ის თავის თავს მოკლავს. ჩათვალე. იმიტომ არ მოუჩნდა ილია. ფიზიკურად. ვაიმე, მიშვიდე, ილია, მიშვიდე. ერთი წუთი დავზავოთ წამინდა გავწევ. დავხტუნავ, რომ ვერ გამარტყან. არ მინდა რომ მოვკლა ვინმე თქო და ვერ ვიყურები თან წინ უკან ვიყურები მომსდევს თქო. გავიცეთ რომ არ მოგყვან, გავიცეთ ვიცოთ სწორად ამის გავიცეთ. ნახევარი ხალხი ემალება ხოლმე საპირფარეშოებში. ამიტომ აქ არის საპირფარეშოები გერბერები. წესი. ილია რა გჭირს? არა, ჩვენი მეგობარი შეიძლება მოკვდეს. გაიქეცი, გაუძელი. აჰა, ბენდეჟი, აიღე, ბენდეჟი. ბენდეჟი დავდროპე, არა, იმან აიღო. სხვა მაიღო, გაიქეცი. მალე ილიას სამწუხაროდ ხმაზე ექმნება მგონი პრობლემა და ამიტომ არ გვწევს პასუხს, მაგრამ გამოსწორდება მალევე. იმედი მაქვს გადარჩება ჩვენი მეგობარი. არა, თან ჭედვაც ემატება ამ ყველაფერს, ვერ თამაშობ. სამწუხაროდ ილიამ დაგვტოვა, გამოეთიშა თამაშს, მაგრამ არა უშავს, ჩვენ ილიას სახელზე მოვიგებთ აქ. ილია კიდე დაგვასპექტეითებს.
სამწუხაროდ ესე მოუწია. მაგრამ მე პირადად გამიხარდა ილია რომ მოკვდა, იმიტომ რომ ბოლოში აღარ მომიწევს რომ მე მოვკლა ილია. მირჩევნია სხვის ხელიდან მომკვდარიყო ვიდრე ჩემი ხელიდან და მე ან ილიას ვწყენოდა ან მე ვერ მომეკლა. და მომინდებოდა აუცილებლად რომ ილიას ეთამაშა შემდეგ რაუნდში და პირდები შურს ვიძიებ ყველა მათგანზე, ყველა მათგანი მოკვდება აუცილებლად. აუცილებლად შური უნდა ვიძიოთ ილიას გამო უნდა ვიძიოთ მეგობრებო შური. აუცილებლად შურის ძიება მწყურია. როგორც უკვე მიხვდებოდით, Tag of War, თოკის გადაწევა, თოკის გადაჭიმვა. და წარმატებას უსურვებ ჩვენს Killer Bros. მოემზადოთ ხალხო, მოემზადოთ. პირველი მე არ ვარ. Tag of War-ი აქ ცოტა განსხვავებულია. ცოტათი განსხვავებულია. ცოტათი კი არა, კარგად განსხვავებულია. და იმედი მაქვს Tag of War-ში მოვიგებ. და Tag of War-ის მერე იქნება შუშები და შუშებზე. იმედი მაქვს რომ გადავალ. ორჯერ Tag of War-ია წინ. ალბათ მესამე გუნდი ვიქნებით ჩვენ რომლებიც ზევითავთ ხიდს. თუ შეიძლება ხმებს გავთიშავ თქვენს ნებართ YouTube copyrights დამადებს და ჩემი ხმაც გაქრება ვიდეოდან და ილიასიც, იმიტომ რომ ამ თამაში არის იმოუთები რომლებიც გამოსცემენ ხმას. როგორც ხედავთ ლურჯითი ლიდერობს ზევით ლურჯითი ლიდერობს წესით შუაში და ზევით დაინახავდით უკვე პროცენტებს რომელს უფრო აქვს გადაწეული თოკი. ოპა წითელმა მოუკაჩა, მაგრამ ლურჯი ცდილობს Mustard of course. Mustard კითხვის ნიშანი დაუწერა ვიღაცამ რა მაგარია. მოკლედ ჩათის კითხვა პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან სასაცილოა. Roblox-ში არასდროს ყოფილა ჩათის კითხვა სასაცილო, მაგრამ ახლა არის ნამდვილად. 70% აქვს ლურჯ გუნდს, უკვე 80. და წითელმა გუნდმა წააგო როგორც მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ თავიდანვე ძლიერად დაიწყო ლურჯმა გუნდმა. იმედი მაქვს არ იქნებიან ჩემი თიმეითები AFK-ზე. და იმედი მაქვს ეხლა ვიქნები მე. არა, არც ეხლა არ ვარ მე. მაგრამ შემდეგზე მაინც ვიქნები მე და ჩემი ჯერი იქნება. დაიწყო. ლურჯი გუნდი ისევ ლიდერობს. ეს ლურჯი გუნდი რაღაც ძალიან ძლიერები არიან? ვითომ? იმიტომ რომ ლურჯი გუნდი მეორე თამაშია და უკვე ლიდერობს ლურჯი გუნდი. კი, ლიდერობს. რა თქმა უნდა. ლურჯები იგებენ 80%-ო უკვე, გაკრა 80%-საც. მაგრამ არა 90-ო, შანსი წესით აღარ უნდა გქონდეთ და მართალიც ვიყავი პირველივე 5 წამში, არა 5-ში არა, ეხა მთლად, მაგრამ 10 წამში მოუგეს ლურჯებმა წითლებს. ეხლა არის ჩემი ჯერი, დარწმუნებული ვარ მოვიგებ. ანუ არც მინდა ამაზე სიტყვის თქმა. აი, ასეთი Tag of War-ია ჩვენთან და ამ Squid Game-ში. უნდა ვეცადოთ რომ აი წითელზე გავაჩეროთ. თქვენ შეიძლება გეგონოთ რომ ძალიან ადვილია, მაგრამ როცა ჩქარდება ის არის. ადვილი აღარაა. არა, ღმერთო, რა ვქი. იმედი მაქვს არ გავარდები, რადგან Tag of War-ში ერთადერთხელ გავარდი ამ თამაში და ეგეც იმის გამო რომ გუნდები მიყავდნენ არც ისე კარგი. ჩვენ წავაგეთ სამწუხარო. მაგრამ ჩვენ მეორე ხელსაც ვითამაშებთ. არა, მეორე ხელს სამწუხაროდ ვეღარ ვითამაშეთ, იმიტომ რომ ვიდეო გამოვა ძალიან დიდი. მაგრამ level up-ი გავაკეთეთ და 10 მილიონი won-იც გადმოგვეცა ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ. მეგობრებო, მოკლედ ძალიან რო აღარ გაგვეწელოს ჩვენი ვიდეო. ამით მოვრჩეთ პირველი Squid Game-ის ვიდეოს.
და ლაიქეთ, დაიდება. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ძალისხილა კი რადგან არ გამოტოვოთ მსგავსი ტიპის კონტენტი ჩვენს არხზე. Squid Game-ის მეორე ნაწილი თქვენი სურვილის დამიხედვით დაიდება სავარაუდოდ. იმედი მაქვს მოისურვებთ თქვენს. და სხვა რა გითხრათ, დაგვიწერეთ კომენტარებში ისეთი თამაშები, რომლებიც შეგვიძლია ტელეფონზე ვითამაშოთ და აუცილებლად დავემორჩილებით თქვენს ნებასურვილს და ვითამაშებთ. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ყველას, ვინც აქამდე მოხვედით და ბოლომდე უყურეთ ჩვენს სისულელე თამაშს. კარგი სისულელეც არ არის, მაგრამ მაინც ესე უწოდოთ, რადგან ჯერ ბოლომდე არ ვარ მაინც ესეთი კაი იუთუბერი. მე ესე ვფიქრობ, დამწყები ვარ, ხო ასე ხართ. ხო და მადლობა ვინც აქამდე მოხვედით და უყურეთ ჩემ ვიდეოს ბოლომდე. არ დაგავიწყდეთ რა თქმა უნდა ისევ და ისევ არხის გამოწერა, რადგან დაეხმაროთ არხის განვითარებაში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და ნახვამდის.